Salmabit qolas albat am video thumbnail-ი ნახეთ, სადაც ასე თვალში მოსახვედრად წერია, რომ ძებნა დასრულდა და არც მეტი არც ნაკლები დასრულდა ძებნა სუნამოს ალტერნატივის, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმოებიდან არის მოხსნილი და მეც აი ბოლო 2-3 წელია ვეძებ შესაფერის ან მის მსგავს არომატს, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან ბევრი ხართ ჩემს გამომწარებში ამ არომატის მოყვარულები, ვსაუბრობ Balenciaga's Flora Botanicაზე. მინდა წარმოგიდგინოთ ორი არომატი, რომელიც ძალიან მაგონებს ამ სუნამოს. სანამ უშუალოდ თემაზე გადავიდოდე, მათთვის ვინც პირველად არის საქმე თათავარ, ეს ჩემი სურნელოვანი არხი, სადაც ვსაუბრობ მხოლოდ სუნამოებზე. თუ ეს თემა შენთვისაც საინტერესოა, ძალიან გამიხარდება ამ არხს თუ გამოეწარ, აქვე გააქტიურე ზარი, რომ არ გამოგრჩეს ყოველი ახალი ვიდეო და შორტი, სრული შემთხვევაში Instagram-ზე და TikTok-ზეც გამომყევი. ახლა გადავალ უშუალოდ თემაზე. მოკლედ მოგიყვებით Flora Botanicაზე, რომელზედაც ცალკე ვიდეო მაქვს გადაღებული და თუ სურვილი გექნებათ მოძებნეთ ჩემ არხზე. რატომ მიყვარს ეს სუნამო? ეს სუნამო ჩემთვის არის უზომოდ კრეატიულად გაკეთებული ვარდის მწვანე არომატი პიტნასთან და ეს მწვანის ელემენტები ვეტივერ ძალიან კარგად შეაქვს. ჩემთვის არის ძალიან კრეატიულად გაკეთებული. არის საკმაოდ ქალური, არ არის ეგრეთ წოდებული გოგოშკური არომატი, არის ძალიან ელეგანტური, მაგრამ არა მძიმე, აი რო წარმოვიდგინოთ მაგალითად შანელის სუნამოებს აქვთ ეს რაღაცა სიმძიმე, სიმძაფრე, რომელიც ყველა სხვისთვის არ არის მისაღები, აქ ეს საერთოდ არ არის. უმაგრესი მდგრადობა, ძალიან ძლიერი პროექცია სიაჟით, რომლის მსგავსიც მე ყოველ შემთხვევაში ლუქს ბრენდებიდან ჯერ არც ერთი არ მახსენდება და ძალიან ბევრი მეკითხებოდა და ყოველთვის ვცდილობდი მეპოვნა ამის ალტერნატივა და ეს ძებნა დასრულდა. პირველი არომატი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ და უზომოდ მიხარია რომ ჩემს კოლექციაში მოხვდა, ეს გახლავთ Zero's Lu Romantique, აი ასე ითქმის ფრანგულად, რაც ნიშნავს თარგმანში რომანტიულ დღეს, მე მგონი, ხო? რომანტიულ დღეს. მოკლედ, როგორც არის. სხვათა შორის ერთ-ერთ ჩემს პოსტზე დამიკომენტარა გერმანელმა იუთუბერმა, საკმაოდ ცნობილმა მინდა გითხრათ, სადაც იქ წუწუნებდი და ვამბობდი, რომ ალტერნატივა ჯერ ვერ ვიპოვეთქო და მან მითხრა, რომ გამიტესტა ეს არომატი და რაღაცნაირად გზებს ვეძებდი Zero's-თან, რომ თანამშრომლობა დამემყარებინა უშედეგოდ. შემდეგ თვითონ დამიკავშირდა ერთ-ერთი PR კომპანია, რომელმაც შემომთავაზა ამ Zero's სუნამოების გატესტვა და რა თქმა უნდა, პირველი რაც დავასახლე, ეს იყო სწორედ ეს Lu Romantique. ეს არის ცინცხალი სუფთა ყვავილოვანი არომატი და Flora Botanicasგან განსხვავებით უფრო მეტად არის ყვავილოვანი. რა თქმა უნდა, მწვანე არომატია და მუშკის საშუალებით დახმარებით აქვს ეს რაღაცა ძალიან სასიამოვნო კრემოვანი პუდროვანება. ეს არის სუნამოების ის კატეგორია, რომელიც სულ მინდა რომ მქონდეს და ვაფრქვიო, მომაგონებს რაღაცა ზაფხულის ბედნიერ დღეს, ხალისიან დღეს და არის უზომოდ ელეგანტური და ქალური. თუ გექნებათ საშუალება, აუცილებლად გატესტეთ. აქვე სინანულით მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ უფრო ბიუჯეტურ კატეგორიაში ვერ ვიპოვე Balenciaga's ალტერნატივა, თუმცა ვფიქრობ, რომ მათთვის ვინც გამუდმებით ეძებთ ამ სუნამოს, ეს ინფორმაციაც სასიხარულო იქნება. რაც შეეხება მდგრადობა არის ნორმალური, საშუალო პროექცია სიაჟით. და მეორე არომატი, რომელიც მაგონებს Flora Botanicას, ეს გახლავთ არც მეტი არც ნაკლები, კიდევ ერთი ფლორენციული ნიშპარფუმის სახლის, Roberto Ugolinis Giardino di Boboli. მოგიყვებით Roberto Ugoliniზე, ეს გახლავთ ფლორენციელი მეწაღე, რომელიც ყერავს ძალიან მაღალი ხარისხის იტალიური ტყავის ფეხსაცმელებს და არ გაგიკვირდებათ მის ლაინაპში მაგალითად შეხვდებით ამ ფეხსაცმელების დასახელების სუნამოებს, როგორც არის Loafer, აქვს ასევე High Heel White, Oxford და ასე შემდეგ. ჩემი პირადი დაკვირვებით Ugolinis ლაინაპი უფრო მეტად გამოირჩევა მამაკაცებისთვის განკუთვნილი არომატებით, თუმცა აქვს რამდენიმე, რომელიც ქალებსაც იგივე წარმატებით შეუძლიათ გამოიყენონ და სუნამო, რომელიც ახლა მინდა წარმოგიდგინოთ, ახალია, ის 2024-ში გამოვიდა და Giardino di Boboli გახლავთ ფლორენციაში ძალიან გამწვანებული ბაღი, სადაც თავმოყრილია ქანდაკებების ძალიან დიდი კოლექცია, სხვათა შორის 2 წლის წინ ფლორენციაში სტუმრობის დროს ძალიან მინდოდა ეს ბაღი მენახა. თან ახლო-ახლოში ვცხოვრობდი, მაგრამ ბავშვთან ერთად მოგზაურობის დროს სამწუხაროდ მის განხორციელება არ მოხერხდა. ოდესღაც კიდე დაუბრუნდები ფლორენციაში და აუცილებლად მივალ, თუმცა Roberto Ugolinis სახელოსნოს ვეწვიე იმ ვიდეოს და აუცილებლად მონტაჟის დროს თქვენს გაჩვენებ. როგორც იქნა გამოვედი, თან მარტო ვარ, ძალიან მიღარია. ალბათ შეამჩნიეთ, რომ ზოგადად ძალიან მიყვარს, როდესაც მარტო ვაკეთებ ყველაფერს, იმიტომ რომ ჩემს გემოზე ვაკეთებ, არავინ არ წუხდება, ასე შემდეგ. და ისიც მესმის, რომ ბავშვთან ერთად ისეთი თავისუფალი ვეღარ დროს ვეღარ ვიქნები.
ამიტომ ძალიან მიხარია რომ გავავახციე სახლიდან. ძალიან მინდა მივასწრო რობერტო უგოლინის მაღაზიას, რომელიც სულ რაღაცა 15 წუთში იკეტება. მისი ორი სუნამო მინდა გავტესტო და განსაკუთრებით მაინტერესებს ბოლო არომატი Giardino di Boboli, რომელსაც Balenciagas Flora Botanicas ამსგავსებენ. ნახოთ თუ მოვასწრებ 15 წუთში, აქვე უნდა იყოს სადღაც. მოვასწარი, სამწუხაროდ ამ ბუტიკში მხოლოდ მისი ფეხსაცმელებია წარმოდგენილი, სუნამოები არ არის, თუმცა მისი ინსტაგრამის გვერდზე ვიყავი, სადაც ეს კომბინირებული ფოტოები იყო და მეგონა რომ იქნებოდა რაღაც ნაწილი მაინც, ამიტომ მოვასწარი ეს თავარია, თუმცა სუნამოებს აქ ვერ გავტესტავ, ხვალინდელი დღე კიდე მაქვს, შევეცდები მოვიძიო ახლომახლო სად არის მისი სუნამოები, ხელმისაწვდომი რომ იქ მივიდე და გავტესტო. რაც შეეხება Giardino di Bobolis, მე არ მაქვს ფლაკონი, მაქვს მილilitrობით შეძენილი, მინდოდა მეყიდა, მაგრამ რახან უკვე ძალიან ბევრი ალტერნატივა მაქვს, ასე რომ ვთქვა თანამედროვულად Flora Botanicas მთელი ერთი გაუხსნელი 100 მილilitrიანი ფლაკონი, ჯერ ამ ეტაპზე თავი შევიკავე. გახსნაში არის მწვანე ვაშლის პიტნის ძალიან მაგარი და უზომოდ საინტერესო კომბინაცია, ძალიან მწვანე ცოტა უფრო ნაკლებად ყვავილოვანი, ვიდრე Zero სუნამო. ამიტომ მგონია რომ მამაკაცებსაც ძალიან კარგად მოეწონებათ ეს სუნამო, თუ რა თქმა უნდა ეძებთ ამ ხასიათის არომატს. უგოლინის ეს სუნამო არის ექსტრაქტი, რაც იმას ნიშნავს, რომ მდგრადობა აქვს ხალხნო არაჩვეულებრივი, ძალიან ძლიერი პროექცია სიაჟით. ეს არის სუნამო, რომელმაც როგორც კი დაუყნავსე, ავტომატურად მომაგონა Balenciagas Flora Botanica. მისგან განსხვავებით აქ ესეთი ვარდია, ესეთი დომინანტი არ არის, უფრო მეტად მწვანეა და ბევრად უფრო მეტად ინტენსიურია. ძალიან წინცხალია, გრილია, ვიტყოდი ასე, მაგრამ დღეს სულ ეს იყო, ძალიან შევეცადე რომ ბევრად უფრო ბიუჯეტურ კატეგორიაში მეპოვა Balenciagas ალტერნატივა, ვგულისხმობ Flora Botanica. სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერაფერი ვერ ვიპოვე და ეს არის ის ორი სუნამო, რომელიც ძალიან მაკონებს Flora Botanicas, მაგრამ როგორც უკვე ვილაპარაკე, ნიუანსურ დონეზე, რა თქმა უნდა, ყველა სუნამო განსხვავებულია. ასევე ძალიან გულწრფელი მინდა ვთქვა, რომ რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, არც ერთი ეს ნიშ პარფიუმის სახლი საქართველოს ბაზარზე ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის. მე ყველა ფასდაკლების კოდს, ყველა ბმულს დავურთავ ამ ვიდეოს აღწერაში. შეიხედეთ, ნახეთ, იმიტომ რომ არის რამდენიმე მაღაზია, რომელთანაც თანამშრომლობს, შესაძლოა მათთან სინჯების ყიდვა იყოს შესაძლებელი. ასევე კლაუნიბრად შეგახსენებ, თუ ეს ჯერ არ გაგიკეთებიათ, გამოიწეროთ ეს არხი, მოიწონოთ ეს ვიდეო. ის ქმედებები ძალიან მნიშვნელოვანია YouTube-ის ალგორითმისთვის. მე კი ყველა ძალიან დიდ მადლობას გიხდით, ვინც ბოლომდე იყავით ჩემთან ერთად და გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე დროებით.